გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღევანდელ ვიდეოში ძალიან საინტერესო ისტორიულ ფაქტებს მოგიყვებით. სანამ უშუალოდ ვიდეოს მთავარ სათქმელზე გადავალთ, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს დალაიქება და ასევე არხის გამოიწერეთ. დავიწყოთ. პირველი გიტარა ჯონ ლენონს დეიდამ უყიდა. როგორც ჯონი ამბობდა, დეიდა მას აფრთხილებდა, რომ გიტარა როგორც ჰობი კარგია, მაგრამ ფულს არ მოგიტანსო. წლების შემდეგ ჯონმა მას ვერცხლის თეფში აშუქა, რომელზეც სწორედ ეს სიტყვები იყო ამოტვიფრული. Here is Johnny. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრაზაა, თუმცა ამ სცენის გადაღებისას გადამღებმა ჯგუფმა ძალიან ბევრი იწვალა. ზუსტად 3 დღით დასჭირდა ჯეკ ნიკოლსონს იმისათვის, რომ ეს ფრაზა ყველაზე შთამბეჭდავად ეთქვა. ამის გამო გადასაღებ მოედანზე დასამტვრევი კარი 60 ჯერ გამოცვალეს. Here's Johnny. საწოლი როგორც ავეჯი რუსეთში მხოლოდ მე-17 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. მანამდე ან ცხენში, ან გრძელ სკამზე, ან ღუმელზე ეძინათ. სპეციალური ორსართულიანი ღუმელები ჰქონდათ. დომინო საფრანგეთში გამოიგონეს და თავდაპირველად ეს თამაში განკუთვნილი იყო გონებასუსტი ბავშვებისთვის. 1935 წლის 15 სექტემბერს ებრაელებს აიკრძალათ გერმანელებთან ქორწინება, ასევე ებრაელებს აიკრძალათ საჯარო სამსახურში მოღვაწეობა. თუ ქუჩა პროსპექტს გადაჰყურებდა, ებრაელს უფლება არ ჰქონდა აივანზე გამოსულიყო. ებრაელის სახლს არ უნდა ჰქონოდა კარები, იმისათვის რომ SS-ის წევრებს ნებისმიერ დროს ეკონტროლებინათ ისინი. ებრაელებს ასევე ეკრძალებოდათ სინათლის ქონა, მათ სახლებს არ გააჩნდათ არც გაზისა და არც ელექტროენერგიის მომარაგება. ეს არის დრეზდენის დაბომბვა. განხორციელდა 1945 წლის 13-14 თებერვალს ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ცეცხლოვანი დაბომბვისა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის საჰაერო ძალების დამატებითი იერიშის შედეგად. დრეზდენი გერმანიის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქი მდინარე ელბაზე ფერფლად იქცა. მასიურმა დაბომბვამ ცეცხლოვანი შტორმი გამოიწვია, რომელმაც ყველაფერი შთანთქა მის გზაზე. დაღუპულთა რაოდენობა 22,000-დან 25,000-მდე მერყეობდა. ემილიანო საპატა მოღვაწეობდა 1879-1919 წლებში. ის იყო მექსიკის ეროვნული გმირი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა მექსიკის რევოლუციის დროს 1910 წელს. ის იყო პიროვნება, რომელიც ერთნაირი მოწიწებით ეპყრობოდა ყველას. მოწინააღმდეგეებს არასოდეს მიმართავდა შეურაცხმყოფელი ფრაზებით და ცდილობდა, რომ დავის მაგივრად კონსენსუსი აერჩია. დღეს კი ნებისმიერ მექსიკელს რომ ვკითხოთ, ვინ იყო ემილიანო საპატა, ისინი ერთმანეთს გიპასუხებენ, რომ ის მექსიკის გულია. დღეს კი მის სახელზე არაერთი სკოლა, სახლი და ქუჩაა. მექსიკის საერთაშორისო აეროპორტიც მის სახელს ატარებს. ეს გახლავთ აფრიკული ჯიში, ანკოლევატუსი. რქების სიგრძე 2 მეტრს აჭარბებს. ასევე მსოფლიო რეკორდი. ყველაზე სქელი რქა ამ ჯიშის საქონელზეა დაფიქსირებული. გარშემოწერილობა იყო 103 სანტიმეტრი. ედგარ ალან პოს მათემატიკის გაკვეთილების სასაფლაოზე უტარდებოდა. სიღარიბის გამო მოსწავლეებს წიგნების შეძენის საშუალება არ ჰქონდათ. სასაფლაოზე კი პედაგოგის დახმარებით მიცვალებულის დაბადებისა და გარდაცვალების წლებს ანგარიშობდნენ. ახლა კი ერთი ქალის ისტორია. 17 წლის ასაკში ის არ მიიღეს კოლეჯში. 25 წლის ასაკში დაეღუპა დედა. 26 წლის ასაკში მუცელი მოეშალა. 27 წლის ასაკში გათხოვდა. ქმარი მოძალადე აღმოჩნდა. ხშირად სცემდა. მიუხედავად ამისა, მისგან შვილი მაინც გააჩინა. 28 წლის ასაკში განქორწინდა და იტანჯებოდა მწვავე დეპრესიისგან. 29 წლის ასაკში ის იყო თავშესაფარში მცხოვრები მარტოხელა დედა. 30 წლის ასაკში თვითმკვლელობის ზღვარზე იყო. 31 წლის ასაკში გამოაქვეყნა მისი პირველი წიგნი. 35 წლისას ის უკვე 4 წიგნის ავტორი იყო. 39 წლის ასაკში ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ ფუნტ სტერლინგად შეაფასა და იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარი იშოვა. 42 წლისამ წიგნის გამოშვების პირველივე დღესვე გაყიდა წიგნის 11 მილიონი ეგზემპლარი. ის ერთადერთი მილიარდელია, რომელმაც ქველმოქმედებაში იმდენი დახარჯა, რომ მილიონერად იქცა. ჯოან როულინგი.
კოლეჯში სწავლისას მომავალ მათემატიკოს ჯორჯ დანცინგს თურმე ლექციები მოსაწყენი ეჩვენებოდა. ერთხელ ცითამამე მოიკრიბა და პროფესორს უთხრა: "თქვენი ამოცანები ძალიან ადვილიაო." პროფესორმა მიუგო: "ძალიან კარგი, რამე საინტერესოს მოგიძებნითო" და უბის წიგნაკიდან ფურცელზე 9 ამოცანა დაუწერა. გავიდა 1 თვე და პროფესორი დაინტერესდა: სტუდენტმა ამოცანები ამოხსნა თუ არა? ძალიან ძნელი იყო პროფესორო, მხოლოდ 6-ის ამოხსნა შევძელი, შესჩივლა დანცინგმა. პროფესორი გაოცებული დარჩა. მან დანცინგს 9 ყველაზე განთქმული ამოუხსნელი პრობლემა მისცა. ფოტოზე ხედავთ სერ ალექს ფერგიუსონს. 1986 წელს მან განადგურებული მანჩესტერ იუნაიტედი ჩაიბარა და 26 წლის თავზე, როგორც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბი ისე დატოვა. 13 ჯერ მოიგო ურთულესი პრემიერ ლიგა და კიდევ არაერთი ტურნირი. მან ჩინელი ამომავალი ვარსკვლავი, ვინმე დონგი იყიდა, რათა მთელ ჩინეთს მისი მაისურები ეყიდა შემდეგ. დონგმა კლუბში რამდენიმე სეზონი გაატარა და სულ 4 ჯერ შემოვიდა მოედანზე, თუმცა სერ ალექს ფერგიუსონის ამ სვლის წყალობით კლუბმა 330 მილიონი ფუნტ სტერლინგი გამოიმუშავა, მხოლოდ იმით, რომ ვინმე დონგი იყიდა. მილანის კონსერვატორიაში მისაღები გამოცდაზე მისულმა ჯუზეპე ვერდიმ კომისიის წევრებს საკუთარი ნაწარმოები შეუსრულა. რამდენიმე დღეში გენერალურმა დირიჟორმა წერილი გამოუგზავნა სადაც ეწერა: "ახალგაზრდაო, კონსერვატორია დაივიწყეთ, თქვენ სმენა არ გაქვთ და საერთოდ მუსიკაზე ფიქრს თავი დაანებეთ. თუ მაინც და მაინც გინდათ ცხოვრება ჩვენს სფეროს დაუკავშიროთ, მაშინ ქალაქში ვინმე იაფასიანი მასწავლებელი აიყვანეთ." ამ უსიამოვნო ფაქტიდან 10 წლის შემდეგ ამავე კონსერვატორიის ხელმძღვანელობა გაშმაგებული იბრძოდა იმისთვის, რომ დაწესებულებისთვის ჯუზეპე ვერდის სახელი მიენიჭებინათ. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა სიცოცხლის განმავლობაში გადაიტანა კოლიტი, რევმატიზმი, ათაშანგი, სმენა დაქვეითებულობა, რევმატული ცხელება, ტიფი, კანის დაავადებები, აბსცესები, სხვადასხვა ინფექციები, თვალის, არტერიების ანთებითი გადაგვარება, სიყვითლე, ქრონიკული ჰეპატიტი და ღვიძლის ცეროზი. სიკვდილის წინ კი ფეხზე წამოდგა და საკუთარი შვილის მიერ დაწყებული ერთ-ერთი სიმფონიის დაკვრა თვითონვე დაასრულა. იმისათვის, რომ ეგვიპტის ფარაონი პეპი მეორე ფუზებს არ შეეწუხებინათ, მის გვერდზე მუდამ იმყოფებოდნენ შიშველი მონები, მათ ტანზე თაფლი ჰქონდათ წასმული და ამგვარად აბეზარი მწერებისგან ყურადღებას იპყრობდნენ. სწორედ ეს ფარაონი, პეპი მეორე, მსოფლიო ისტორიაში თავისი მმართველობის ხანგრძლივობით რეკორდსმენია. ტახტზე 6 წლის ასაკში ავიდა და მეფობა 94 წლის ასაკში დაასრულა. ფოტოზე ხედავთ პატარა პეპის და მის დედას. ჩრდილო კორეელების რწმენით, მათ მზეზე ადამიანი გაუშვეს, როცა გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხსენებული ადამიანი დაიწვებოდა, ხელისუფლებამ საკმაოდ მყარი არგუმენტი მოიგონა და განაცხადა: "ჩვენ დიდებული კოსმონავტი მზეზე ღამით გაუშვით." ფოტოზეა ყველასთვის ნაცნობი კიმ ჩენ ინი. ჟურნალისტი ეკითხება ფსიქიატრიული სახლის დირექტორს, რომელი ტესტის საფუძველზე ხდება პაციენტის საავადმყოფოდან გაწერა. დირექტორის პასუხი: "აბაზანას ვავსებთ წყლით, ახლოს ვდებთ ჩაის კოვს და დიდ ჭიქას. შემდეგ პაციენტს ვთავაზობთ აბაზანა დაცალოს წყლისგან." კორესპონდენტს ეღიმება და ამბობს: "ნებისმიერი ნორმალური ჭიქას აიღებს, ხომ?" "არა", პასუხობს დირექტორი. "ნორმალური ადამიანი საცობს ამოწევს." ეს სიტყვები ეკუთვნის რომაელ ადვოკატსა და სახელგანთქმულ ორატორს, ციცერონს. ვინ ვის ხარჯზე ცხოვრობს, ღარიბი შრომობს, მდიდარი ცხოვრობს ღარიბის შრომის ხარჯზე. ჯარისკაცი იცავს ორივეს, გადასახადის გადამხდელი იხდის სამივეს ნაცვლად, უსაქმური ისვენებს 4-ვეს ხარჯზე, ლოთი 5-ვეს ნაცვლად სმას არ იკლებს. მევახშე ბანკირი 6-ვეს ატყუებს, ადვოკატი ლაქ-ლაქით აბრუებს 7-ვეს, ექიმი ცხოვრობს 8-ვეს ხარჯზე, მესაფლავე მარხავს 9-ვეს, ხოლო 10-ვე კვებავს პოლიტიკოსს. ციცერონის ამ სიტყვების იერარქიაზე და ზოგადად ჭეშმარიტებაზე შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ. ან შეგვიძლია უბრალოდ დავიგიდოთ და დავალაიქოთ ეს ვიდეო. იმედია მოგეწონათ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.